ამ წიგნის გამოცემას მოყვა ძალიან დიდი სკანდალი. ვატიკანმა ამ ნაწარმოებს უწოდა კრეხელური. პირველად იყო ჩემს ცხოვრებაში, რომ ამდენი წიგნი წავიკითხე ზედვიზედ. ჩემთვის ეს არის ნამდვილად ყველაზე გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი წიგნი, რაც წამიკითხავს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემი მშობლების და ოჯახის წევრების რეკომენდაციის გარეშე ავიღე წიგნი, წავიკითხე და უზომოდ მომეწონა. არის ერთი წიგნი, რომელიც წავიკითხე 3-ჯერ. და ბოლო კითხვა, ერთი წიგნის გადარჩენა რომ შეგეძლოს, როცა ყველა სხვა წიგნი განადგურდება, რომელს არჩევდი და რატო? მოგესალმებით. YouTube-ზე და Instagram-ზე გთხოვეთ რომ მოგეწერათ ჩემთვის ნებისმიერი კითხვა, რაც გაინტერესებდათ. კითხვები მივიღე. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, მართლა ძალიან საინტერესო კითხვები დამისვით და ახლა მინდა რომ თითოეულ მათგანს გავცე პასუხი. მართლა მომზადება დამჭირდა ამ ვიდეოსთვის, იმიტომ რომ იმდენად კარგი კითხვები იყო, რომ ესე მარტივად პასუხს ვერც-ერთს ვერ გავცემდი. ძალიან ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი რამ გავიხსენე და საინტერესო აღმოჩენები გავაკეთე. თითქოს კიდევ უფრო კარგად გავიაზრე რაღაცეები და უფრო მეტად მივხვდი რა მიყვარს, რა მომწონს და რა აღმაფრთოვანებს ყველაზე მეტად წიგნებში. ამ კითხვების ჩამონათვალს აუცილებლად დავურთავ ვიდეოს აღწერას, რადგან ვფიქრობ თქვენთვისაც ძალიან საინტერესო იქნება მათზე პასუხის გაცემა. მე მგონი მზად ვარ. დავიწყოთ. პირველი. თქვენი ვიდეოები ძალიან მომწონს. რომელმა წიგნმა დაგაწყებინათ კითხვა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მიხარია, რომ ჩემი ვიდეოები მოგწონთ და რაც შეეხება ამ კითხვას. ამ კითხვისთვის ვეცადე კარგად გამეხსენებინა ბავშვობიდან მოყოლებული, ასე ვთქვათ, რას ვკითხულობდი და რომელმა წიგნებმა დამაინტერესა ყველაზე მეტად და პირველი რაც გამახსენდა არის Sherlock Holmes-ის თავგადასავალი. ძალიან ძველი გამოცემა გვქონდა სახლში, ისეთი რომ მე მგონი ყველა ოჯახში იყო თითო ეგეთი და თუ ფოტო ვიპოვე აუცილებლად დავურთავ ამ ვიდეოს და მახსოვს მე დედაჩემი და ჩემი და რომ საუბრობდით ხოლმე Sherlock Holmes-ზე და ვუზიარებდით ერთმანეთს, რომელი ისტორია იყო ჩვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი და ემოციური. იმდენად ძველი გამოცემა იყო, რომ გარეკანი თითქმის დაფლეთილი ქონდა უკვე, მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნო იყო ამ წიგნით კითხვა და ის ძველი წიგნების სუნი ჰქონდა, რაც ძალიან გვიყვარს. თუმცა ჩემში კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, გარდატეხა მოხდა მაშინ, როდესაც პალიტრამ დაიწყო სერია 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ. სკოლაში ვიყავი მაშინ, როცა დაიწყო ეს სერია და მე მგონი 7 ლარი ღირდა, თუ სწორად მახსოვს და ეს რომ ვნახე, უზომოდ დამაინტერესა ამ წიგნებმა და გადავწყვიტე რომ შემეგროვებინა. და ზუსტად მახსოვს ესე სკოლაში რომ ფულს მატანდნენ ხოლმე, იმას ვდებდი რომ შემეგროვებინა და მე ყიდა ეს თითოეული გამოცემა. მაგ პერიოდში ვნახე რონდა ბაირნის საიდუმლოს მიხედვით გადაღებული დოკუმენტური ფილმი, სადაც რონდა გვასწავლიდა, ასე ვთქვათ, როგორ უნდა მოვიზიდოთ, რაც გსურს ჩვენს ცხოვრებაში და ერთ-ერთი იყო, რომ უნდა ჩამოგეწერა, ან უნდა დაგეხატა ის ყველაფერი, რისი ქონაც გინდოდა. და მე ავდექი და ესე დავწერე, რომ მინდა რომ მქონდეს ძალიან ბევრი წიგნი და მქონდა ესე დახატული წიგნები და ზედ ზუსტად აი ამ 50-ეულის მიხედვით მეწერა სათაურები, იმდენად მინდოდა ეს წიგნები. და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემი მშობლების და ოჯახის წევრების რეკომენდაციის გარეშე ავიღე წიგნი, წავიკითხე და უზომოდ მომეწონა. იმდენად მომეწონა ეს წიგნი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი მახსოვრობა მაქვს და სამწუხაროდ მავიწყდება ხოლმე სიუჟეტიც, პერსონაჟის სახელებიც, ეს წიგნი დღემდე არ მავიწყდება და მახსოვს ის შეგრძნება, რაც წაკითხვის შემდეგ მქონდა. ეს არის ჯეკ ლონდონის მარტინ იდენი. მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული წიგნი იყო, რასაც იმ პერიოდში ვკითხულობდი და ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამ წიგნმა ჩემზე. ზოგადად სიუჟეტი ძალიან საინტერესო აქვს ამ წიგნს. მივუყვებით მარტინ იდენის ცხოვრებას, რომელიც არის დაბიოთა წრიდან და უყვარდება მდიდარი ოჯახის შვილი რუთი. მარტინი არის ბუნებით ხელოვანი და ძალიან უნდა რომ გახდეს ცნობილი მწერალი. და დამატებითი мотиваცია რუთი, რა თქმა უნდა, მისთვის, რადგან სურს რომ ადგილი დაიმკვიდროს ამ მდიდარ და გავლენიან საზოგადოებაში. ყველაზე მეტად იმ პერიოდში რამაც მოახდინა ჩემზე გავლენა იყო მარტინ იდენის მონდომება, შრომის მოყვარეობა და დისციპლინა. მართლა აღფრთოვანებული ვიყავი იმით, თუ რამდენ რამეს აკეთებდა ეს ადამიანი თავის მიზნისთვის. თითქოს ამ ადამიანს რომ შეადარებ შენ თავს, მერე უკვე აღარ უნდა დაიწუწუნო არაფერზე და
მართლა მაგდონემდე თუ არ იბრძვი შენი მიზნისთვის, ხმა არ უნდა ამოიღო, რომ რაღაცას ვერ მიაღწიე და ან არ გაგიმართლა, ან რაღაც მსგავსი. ამ ადამიანმა ჩემთვის დაამტკიცა, რომ თუ რაღაც მართლა მთელი გულით გინდა და მზად ხარ, რომ ჩადო ყველანაირი რესურსი, უბრალოდ გამორიცხულია, რომ ამ მიზანს ვერ მიაღწიო. და მახსოვს ამ წიგნის დასასრულმა როგორი გაუცებული დამტოვა. იმ მომენტში, როცა ვკითხულობდი, საერთოდ არ ველოდი, რომ ეგრე წავიდოდა წიგნი და ეგეთ დასასრულს მივიღებდით და ძალიან იმოქმედა ჩემზე. დიდი ხანია სხვათა შორის ამ წიგნზე არ მიფიქრია ესე და კიდევ ერთხელ მადლობა ამ კითხვისთვის. გულწრფელად მაინტერესებს ახლა რომ წავიკითხო ეს წიგნი, როგორი შთაბეჭდილება დამრჩება და როგორ იმოქმედებს ჩემზე. შენთვის ყველაზე გამორჩეული წიგნი და პერსონაჟი რომ დაასახელო. ეს ნამდვილად არ არის მარტივი ამბავი. ძალიან ბევრი ფიქრი დამჭირდა იმისთვის, რომ გამეცა ამ კითხვაზე პასუხი. პირველ რიგში მოდი ვისაუბროთ გამორჩეულ წიგნზე. ჩემთვის ყველაზე გამორჩეული და ყველაზე განსხვავებული წიგნი, რაც წამიკითხავს, არის ჟოზე სარამაგუს იესოს სახარება. საინტერესოა, რომ ჟოზე სარამაგუმ წერა დაიწყო 58 წლის ასაკში. ეს ნაწარმოები გამოიცა 1991 წელს და მოგვითხრობს იესოს ცხოვრების შესახებ. აქ არის იესოს დაბადება, მისი ბავშვობა, სიყმაწვილე და მთლიანად ის გზა, რისი გავლაც მოუწია. ამ წიგნის გამოცემას მოყვა ძალიან დიდი სკანდალი. ვატიკანმა ამ ნაწარმოებს უწოდა კრეხელური და თვითონ სარამაგუ წვალებლად შერაცხა. თუმცა, რა თქმა უნდა, იყო განსხვავებული აზრიც და მაგალითად ლისაბონის კარდინალმა თქვა, რომ არ არსებობს გონიერი მორწმუნე, რომელიც არ აღფრთოვანდება ამ რომანით. მე მესმის, რომ რელიგიური ადამიანებისთვის ძალიან რთული იქნება ამ წიგნის წაკითხვა, რადგან სრულიად სხვა კუთხით გვანახებს იესოს ცხოვრებას, სრულიად სხვანაირად გვანახებს ღმერთს და არის საკმაოდ პირდაპირი და ირონიული. მე პირადად ვიყავი აღფრთოვანებული და ჩემთვის ეს არის ნამდვილად ყველაზე გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი წიგნი, რაც წამიკითხავს. თუ დააპირებთ ამ წიგნის წაკითხვას, გირჩევდით, რომ ჯერ წაიკითხოთ კაენი და თუ კაენი მოგეწონებათ, შემდეგ უკვე თამამად შეგიძლიათ წაიკითხოთ იესოს სახარებაც. და კითხვის მეორე ნაწილს რომ მივუბრუნდეთ, ჩემთვის ყველაზე გამორჩეული პერსონაჟი. ჩემთვის ყველაზე გამორჩეული პერსონაჟი არის დეინერის ტარგარიენი. ოღონდ ხას უსვამ, რომ ეს პერსონაჟი გამორჩეულია წიგნიდან და არა სერიალიდან. რა თქმა უნდა, სერიალშიც ძალიან მომწონდა და გულშემატკივრობდი დეინერის, მაგრამ წიგნები რომ წავიკითხე, ეს პერსონაჟი სრულიად სხვა თვალით დავინახე და გამიჩნდა ძალიან დიდი ემოციური კავშირი. შეგახსენებთ, რომ წიგნში ბევრად უფრო პატარები არიან პერსონაჟები, ვიდრე სერიალში და მაგალითად დეინერისი, როდესაც ეს ისტორია იწყება, არის 13 წლის. ძალიან კარგად არის ნაჩვენები რეალურად რა გზასაც გადის ეს პერსონაჟი. თავიდან ხედავთ პატარა დეინერის, რომელსაც ძალიან ბევრი ცუდი რამ გადახდა. დასაწყისში მისი ისტორია საკმაოდ რთულია. ძმასთან საშინელი ურთიერთობა აქვს, გაათხოვებენ 13 წლისას და მოკლედ ძალიან ბევრი რამის გადატანა უწევს ამ პატარა ასაკიდანვე. და შემდეგ ეს გზა, როდესაც აი ეს მსხვერპლი დეინერისი ხდება ბრძანებელი დეინერისი, არის იდეალურად წარმოჩენილი წიგნში. და ნუ რაც ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებს არის ის, თუ როგორ მივიდა საკუთარი თავის რწმენამდე. და რამდენად დიდი ძალა იპოვა საკუთარ თავში. სერიალშიც რა თქმა უნდა არის ეს ყველაფერი ნაჩვენები, მაგრამ ისე არა, როგორც წიგნში. ნუ ზოგადად ამ წიგნის რაც მიყვარს არის ის, რომ ავტორი ყველა პერსონაჟის გადმოსახედიდან წერს თავებს. შეიძლება იყოს ბრანის თავი, არიას თავი და რა თქმა უნდა გვაქვს დეინერისის თავებიც. და შეგვიძლია ვნახოთ რა ხდება ამ პერსონაჟის თავში, რას ფიქრობს, როგორ უყურებს მიმდინარე მოვლენებს და ნუ წიგნში ბევრად ვიპოვე კავშირი ამ პერსონაჟთან. ძალიან ბევრ რამეშია ის ჩემთვის მისაბაძი და ძალიან მაინტერესებს როგორ დაასრულებს თუ გვეღირსა ეგ წიგნები მის ისტორიას. ანუ ჩემთვის დეინერისი არის უძლიერესი ქალი და ძალიან მიყვარს. სიმართლე გითხრათ, არ გამოვრიცხავ, რომ ზუსტად ისე განვითარდეს მის ისტორია, როგორც სერიალშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჯორჯ მარტინი ამ ყველაფერს ბრწყინვალედ მოახერხებს და როგორც სერიალში იყო, რაღაც 2 წუთში არ შეცვლის მთლიანად პერსონაჟს წინა რაღაც საფუძვლის გარეშე. გთხოვ ჯორჯ დაწერე ეს წიგნი. ისეთი პერსონაჟი თუ ყავს, რომელზეც დიდი მოლოდინები გქონდა, რადგან უმეტესობისთვის ფავორიტია, მაგრამ შენ დიდად ვერ გაგიჟდი და ვერ აღფრთოვანდი. ყავს. ეს არის რისენდი აკოტარიდან.
ზოგადად იმიტომ დავინტერესდი ამ სერიით, რომ recent-ზე იყო ასეთი ამბავი და არის ახლაც ასეთი ამბავი ატეხილი. და მეც დამაინტერესა, მეთქი ვინ არის ასეთი, გამოცანით. ვაღიარებ, რომ დასაწყისში ასე ვთქვათ, როცა გავეცან იმის პერსონაჟს, მეც მომეწონა, რაღაცა კარგი მომენტები და კარგი სცენები ჰქონდა, თუმცა რაც დრო გადიოდა და რაც უფრო მეტ წიგნს ვკითხულობდი ამ სერიაში, ნელ-ნელა ეს ჩემი წარმოდგენა მასზე უფრო უკან და უკან იწევდა და როცა დავასრულე ეს 5-ვე წიგნი, საერთოდ აღარც გამხსენებია ეს ჩვენი recent-ი. უმცირესობაში ვარ აშკარად მაგ კუთხით, რადგან დღემდე ძალიან აქტუალურია ზოგადად ეს სერია და ეს პერსონაჟი, მაგრამ ჩემთვის არ აღმოჩნდა დიდად დასამახსოვრებელი, ან დიდად განსაკუთრებული. არაფერი ახალი არ მოუწია ამ პერსონაჟს ჩემთვის, არც მისი და ფეირას ურთიერთობა არ იყო ჩემთვის რაღაც უნიკალური. აი ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ უფრო მეტად იმის შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ავტორი ცდილობდა, რომ მომწონებოდა ეს პერსონაჟი. და შესაბამისად პირიქით ეგ უფრო და უფრო უკან მხევდა, იმიტომ რომ რაღაცა ესეთი ფრაზები და რაღაცა ისეთი ქმედებები და თან ერთი და იგივეს რო იმეორებს მუდმივად, თუნდაც აი რამდენიმე ფრაზა იყო, რომ აი იმდენჯერად ქმევინ ამ პერსონაჟს, რომ მეთქი გავიგეთ, მართლა გავიგეთ. და აი მაგან პირიქით იმოქმედა ასე ვთქვათ ჩემზე. არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში სწორედ recent-ია ის პერსონაჟი, რომელმაც საბოლოოდ არ გაამართლა. რომელმა წიგნმა ან წიგნებმა შეგაყვარეს კითხვა. ზოგადად ბავშვობიდან, როგორც აქამდე ვთქვი, სულ კითხულობდი, არ ვიყავი სტაბილური მკითხველი და ბევრ წიგნს არ ვკითხულობდი, მაგრამ რაღაც შუალედები მაინც ყოველთვის მქონდა, რომ რომელიმე წიგნით ვინტერესდებოდი. ამ კითხვას მივუდექი შემდეგნაირად. ჩემს ცხოვრებაში იყო წიგნები, რომელთა წაკითხვის შემდეგაც საერთოდ სხვანაირად შევხედე კითხვის პროცესს და გამიჩნდა ძალიან ძლიერი ემოციური კავშირი წიგნებთან. მანამდე შემეძლო ნებისმიერი წიგნი ამეღო, არც დამესრულებინა, ძალიან დიდი ხანი მეკითხა და ახლა რაზეც ვისაუბრებ, ამან თითქოს რაღაც გამოცდა გამატარა და ამის შემდეგ ძალიან აქტიურად დავიწყე კითხვა. და ჩემთვის ეს იყო ჰარი პოტერი. პირველად იყო ჩემს ცხოვრებაში, რომ ამდენი წიგნი წავიკითხე ზედიზედ და არ მქონდა რაღაც პაუზა, რომ ვამთავრებდი ერთს, ეგრევე ვიღებდი მეორეს და ვაგრძელებდი კითხვას. და მახსოვს რამდენიმე წიგნი, ესე ჩემი ტელეფონის ფანრით მაქვს დამთავრებული, იმიტომ რომ ვერ ვეშვებოდი და ვერ ვითმენდი, რომ აი გათენებული იყო და მერე წამეკითხა ისევ. მიუხედავად იმისა, რომ ფილმები ნანახი მქონდა, უდიდესი სიამოვნება მივიღე ამ წიგნებით და ძალიან დავუკავშირდი ამ პერსონაჟებს. თან საინტერესოა, რომ რეალურად ბავშვობაში არ წამიკითხავს ჰარი პოტერი, წავიკითხე 7 წლის წინ და დღემდე ძალიან მიყვარს. და ზუსტად როგორც კი ჰარი პოტერი დავამთავრე, გადავწყვიტე, რომ წამეკითხა ყინულისა და ცეცხლის სიმღერა, სამეფო კარის თამაშების წიგნები. დიდ წიგნებს არასდროს არ ვკითხულობდი მაქამდე. დიდი ზომის წიგნს რომ დავინახავდი, ესე ხელს დავუქნევდი და საყურებლად ჩავუვლიდი გვერდზე. არასდროს არ ვიღებდი დიდ წიგნს ხელში. და აქ არის უზარმაზარი წიგნები. ბოლო ნაწილში არის 1046 გვერდი. რა თქმა უნდა, იყო ეს ჩემთვის ერთგვარი გამოცდა, შევძლებდი თუ არა ამხელა წიგნების წაკითხვას, თანაც ზედიზედ. იცით რომ ნელი მკითხველი ვარ ზოგადად, მაგრამ მაშინ კიდევ უფრო ნელა ვკითხულობდი და ამ სერიას მოვანდომე 1 წელი. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო წელი ჩემს ცხოვრებაში. ეს წიგნები დამქონდა ყველგან, ხალხო, სულ რა ვიცი, 2 ჩანთით ყოფილიყავი სადმე წასული, მაინც მიმქონდა ეს წიგნი სამსახურშიც თუ სადმე თუ გავდიოდი. ძიმე იყო, მართლა ფიზიკურად ძიმე იყო, მაგრამ აი ოღონდ წამი რო ჩამივარდებოდა წამეკითხა, მეტი არაფერი არ მინდოდა. მართლა აღფრთოვანებული და გაგიჟებული ვიყავი ამ წიგნებით და აქაც მიუხედავად იმისა, რომ სერიალი ნანახი მქონდა, წიგნები იყო კიდევ სხვა საფეხურზე და ჯორჯ მარტინი არის საოცარი მწერალი და მანამდეც ვახსენე, თითო თავს წერს რომელიღაცა პერსონაჟის გადმოსახედიდან. ყველას თავში იმდენად არის შემძვრალი და იმდენად იდეალურად გადმოსცემს ამ ყველაფერს, რომ არ ვიცი, შოკირებული ვიყავი. ეს იყო მართლა საოცარი თავგადასავალი ჩემთვის და დღემდე რა თქმა უნდა აღფრთოვანებული ვარ ამ სერიით. ასე რომ დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, გულწრფელად ვთვლი, რომ სწორედ ჰარი პოტერმა და ყინულისა და ცეცხლის სიმღერამ შემაყვარა კითხვა. რომელია წიგნი, რომელიც რამდენჯერმე წაიკითხე და არასოდეს მოგბეზრდება. რეალურად დღეს ჩემთვის წიგნის ხელახლა წაკითხვა ცოტა წარმოუდგენელია, რადგან იმდენად ბევრი წიგნი მაინტერესებს,
რომ ვერ ვაძლევ ხოლმე საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ რაღაც წიგნები ისევ თავიდან წავიკითხო. თუმცა რომ გავიხსენე, არის ერთი წიგნი, რომელიც წავიკითხე 3-ჯერ სხვადასხვა ასაკში. ეს არის ერიხ მარია რემარკის ტრიუმფალური თაღი. სხვათა შორის მახსოვს, მესამედ რომ გადავწყვიტი ამ წიგნის წაკითხვა, მაინტერესებდა ისე მომეწონებოდა თუ არა და მაგიტომ წავიკითხე და ისევ ძალიან მომეწონა. ჩემ დასუყვარდა ძალიან რაღაც პერიოდი რემარკის წიგნები და სწორედ მან გაუწია რეკომენდაცია და მახსოვს მეს რომ წავიკითხე, ძალიან მომეწონა ეს წიგნი. მყავს მთავარი პერსონაჟი რავიკი, რომელიც გამოექცა ნაცისტურ გერმანიას, თავს აფარებს პარიზს, მაგრამ არ აქვს საბუთები და უწევს საკუთარი იდენტობის დამალვა. და მას უყვარდება ჟოან მადუ, რომელთანაც აკავშირებს ძალიან ისეთი ძლიერი, ვნებიანი, მაგრამ რთული ურთიერთობა. ეს ორივე პერსონაჟი რეალურად ძალიან დაკარგულია და თითქოს ერთმანეთში პოულობენ შვებას. ჩარჩენილი მქონდა ერთი ძალიან დიდი მონოლოგი რავიკის, როცა სწორედ აი ჟოანის მიმართ, ასე ვთქვათ, რასაც გრძნობს, იმას გამოხატავს და ძალიან მომწონდა და რამდენიმეჯერ ვკითხულობდი ხოლმე ამ მონოლოგს. და გარდა მაგისა არის რავიკის პირადი ისტორია, მისი შურისძიების ისტორია, რომელიც ასევე იყო ძალიან საინტერესო. ახლაც ძალიან მაინტერესებს რეალურად როგორ მომეწონება ეს წიგნი, ახლა რომ წავიკითხო ამ ასაკში, მაშინდელი ემოციები ახლაც მახსოვს, ძალიან მიყვარდა ეს წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ რემარკის ყველა წიგნი რაც წამეკითხავს ძალიან გავს სიუჟეტურად ერთმანეთს, მაინც ყველა ძალიან მომეწონა. და ფიქრობ ძალიან საინტერესო წერის სტილი აქვს. ანუ თუნდაც აი ამ გრძნობებს არ გადმოსცემს ძალიან დეტალურად და სიღრმისეულად, მაგრამ მკითხველამდე მაინც მოდის ის ემოციები, რაც საჭიროა. და მახსოვს მე და ჩემი დავლაპარაკობდით, რომ გვინდოდა წავსულიყავით პარიზში და ისეთი რაღაც ბარი აგვერჩია, საიდანაც ტრიუმფალური თაღი გამოჩნდებოდა და ჩვენ აქედან კალვადოს დავლევდით. ყველაფერი წინაა ჩემოდაო. თუმცა ბოლომდე რომ მივიყვანო ეს კითხვა, რამდენად არ მომბეზრდება ეს წიგნი არასდროს, მაგას ვერ ვიტყვი, რადგან უკვე დაახლოებით 9-10 წელია გასული, რაც ეს წიგნი წავიკითხე და ეს პერიოდი არ მომდომებია, ასე ვთქვათ, რომ კიდევ ერთხელ ამეღო ეს წიგნი ხელში. რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი რეალურ ცხოვრებაში? როგორი ბანალურიც არ უნდა იყოს ახლა ჩემი პასუხი? მართლა გულწრფელად ვისთანაც ვიმეგობრებდი არიან ჰარი, რონი და ჰერმიონი. სიამოვნებით ჩაბუჯდებოდი მეოთხე იქვე, სადმე სამივე პერსონაჟი არის უსაყვარლესი და თან ძალიან განსხვავებული ერთმანეთისგან და ვფიქრობ სამივესგან შეიძლება რაღაც ძალიან კარგი ისწავლო. და ნუ რა თქმა უნდა ძალიან მიმზიდველია ჩემთვის ის თავგადასავალი, რაც მათ გადახდათ, მეც მინდა. ხო და ვიფიქრე რა თქმა უნდა ამ კითხვაზე და ბევრი ისეთი პერსონაჟი გავიხსენე, ვისთანაც აი საინტერესო იქნებოდა დამეგობრება, მაგრამ თან იმას ვუყურებ, რამდენად მაქვს საერთო მაგ ადამიანებთან. იმიტომ რომ პირობითად აი შერლოკ ჰოლმსთან საინტერესო იქნებოდა მეგობრობა, რადგან აი ამდენად განსხვავებული პერსონაჟია ხო და ალბათ როცა მისი გადმოსახედიდან ხედავ რაღაცებს ძალიან საინტერესოა, მაგრამ ნუ აი ყველაზე ახლოს ემოციურად ალბათ სწორედ ამათთან ვარ. რაც ყველაზე მთავარია, სამივე მათგანი არის მართლა ძალიან კარგი მეგობარი ერთმანეთისთვის და ჩემთვის აღმაფრთოვანებელია, რომ ასე ძალიან პატარა ასაკიდან ყოველთვის ერთმანეთს გვერდში უდგანან, ყოველთვის ეხმარებიან და დარწმუნებული ვარ, რომ ჰარის, რონი და ჰერმიონი რო არ ყოლოდა გვერდით, საბოლოო ჯამში წარმატებით ვერ გაივლიდა თავის გზას. შენი ცხოვრება წიგნი რომ ყოფილიყო, რა ჟანრს აირჩევდი და რატომ? ფენტეზი, კიდევ ერთხელ ფენტეზი. ჩამაგდეთ რამე ჯადოსნურ სამყაროში თუ შეიძლება. ახლავე. სიამოვნებით წავიდოდი ნებისმიერ სამყაროში ფენტეზიდან. ჰარი პოტერზე უკვე გესაუბრეთ და მინდა ჩამაგდეთ ჰოგვორტსის ყველა კუთხე კუნჭულს მოვივლი. ნარნიაში ჩამაგდეთ, რამე კარადაში შევძვრები, სად შევძვრე მითხარით და შევძვრები. ოღონდ თოვლიანი ნარნია მინდა მე. აი ეს ნახატი მიყვარს. და ვეთანხმები. ჰობიტონში მინდა კიდევ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა ვიყო ამბიციური და ელფობა მინდოდეს ტოლკინის სამყაროში, ზუსტად ვიცი, რომ მე მანდ ვიქნებოდი ჰობიტი. და ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი. ზოგადად ბავშვობიდან მიზიდავდა, ასე ვთქვათ, ეს ზღაპრული სამყაროები, ძალიან მინდოდა რომ ქალთევზე ყოფილიყავი და ყოველდღე მაგის იმედით ვიღვიძებდი, რომ ერთ შვენი ერთხელს წყალი რომ დამესხმებოდა, ქალთევზე გავხდებოდი, მაგრამ ჯერ კიდევ არ მომხდარა ეგ. ამას აკამდეც წამომყვა.
ეს ფენტეზის და ჯადოსნური სამყაროების სიყვარული. მაგრამ მე მგონი ყველაზე კარგი ჟანრია რეალურად ცხოვრების ასარჩევად, რადგან დანარჩენ ჟანრებს ასე თუ ისე მაინც ხვდებით რეალურ ცხოვრებაშიც. ასე რომ იყოს რამე ჯადოსნური, რატომაც არა. და ბოლო კითხვა, ერთი წიგნის გადარჩენა რომ შეგეძლოს, როცა ყველა სხვა წიგნი განადგურდება, რომელს არჩევდი და რატო? ურთულესი კითხვა, ტვინი ბიჭყლიტე და მაქვს ორი პასუხი. ერთი ისეთი პასუხი მაქვს, რომ სხვა ხალხიც გავითვალისწინე და ისეთი ავარჩიე, რომ მეც მიყვარს ის წიგნი და მგონი რომ ზოგადად საზოგადოებას გამოადგება. ეს არის ჭაბუა ამირეჯიბის დათა თუთაშხია. იმდენად ბევრ საკითხს მოიცავს ეს წიგნი და იმდენად საინტერესო და კარგი პერსონაჟები ყავს, რომ მგონია რომ ძალიან კარგი იქნებოდა ამ წიგნის გადარჩენა. გარდა მაგისა წიგნში არის პატარ-პატარა სხვადასხვა ისტორია, რაც ძალიან კარგ ცხოვრებისეულ გაკვეთილს გვაძლევს და ზოგადად დათა თუთაშხიას როგორც პერსონაჟს ყველა რომ იცნობდეს, ფიქრობ რომ ძალიან სასარგებლო იქნებოდა. რა თქმა უნდა არის ისეთი წიგნი, რომელიც ძალიან ბევრ რამეზე დაგაფიქრებს და კიდევ ერთი პლუსი აქვს, რომ გონია რომ რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხო, ყოველ ჯერზე აღმოაჩენ რაღაც ახალს. ასე რომ თუ კაცობრიობისთვის მეკითხებით, ეს არის დათა თუთაშხია. მაგრამ თუ მეკითხებით მე პერსონალურად, რომელ წიგნს გადავარჩენდი ჩემთვის, ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე რომ გადამერჩინა ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი. ჯერ კიდევ ეკრანიზაციებიდან ეს ნაწილი ყოველთვის ყველაზე მეტად მიყვარდა. არა და ვისაც კი ვეკითხები ხოლმე რომ რომელი ნაწილი მოგწონთ ჰარი პოტერის ყველაზე მეტად, მეუბნებიან მესამე ნაწილს მაგალითად აზკაბანის ტყვეს ან ცეცხლოვანთას, ვიღაცას სიკვდილის საჩუქრები მოწონს და მე მგონი არასდროს არავის არ უთქვამს, რომ ფენიქსის ორდენი არის მათი საყვარელი ნაწილი. მაგრამ ჩემზე განსაკუთრებულად იმოქმედა ფილმაც და განსაკუთრებულად იმოქმედა წიგნმაც. საბოლოო ჯამში რატომ გადავწყვიტე ამ წიგნის გადარჩენა? კითხვის პროცესში მგონია რომ იმდენად ახლოს ვიყავი ჰარის ემოციებთან, რომ მაგან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. თითქოს მეც ეგეთი არეული ვიყავი, მეც ეგეთი გაბრაზებული ვიყავი და რაღაცნაირად მგონია რომ მე და ეს პერსონაჟი ერთად გავდიოდით რაღაც რთულ გზას. და გარდა იმისა რომ სიუჟეტურადაც ძალიან საინტერესო ამბები ხდება და არის რაღაც წინააღმდეგობები, არის ძალიან მძიმე მომენტებიც, ყველაზე მთავარი არის ჩემთვის ამ წიგნის ბოლო. რა არჩევანსაც აკეთებს ჰარი? მეტირება. ძალიან ძლიერი პერსონაჟია რომ დაუფიქრდე, იმიტომ რომ იმდენად კრიტიკულ მომენტში იღებს რაღაც გადაწყვეტილებას, რომელ მხარეს იყოს ასე ვთქვათ, რომ მაგ მომენტში, აი რაც კონკრეტულად მაგ დროს ხდება, მაინც არ ვიტყვი, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას არ ქონდეთ წაკითხული და გინდოდეთ. მგონია რომ ადამიანების უმეტესობა მაგას ვერ შეძლებდა. და ჩემთვის მართლა ისეთი გულისამაჩუყებელი და აღმაფრთოვანებელია, რომ აი მაგ მომენტშიც კი პოულობს საკუთარ თავში ძალას, რომ არ გაბოროტდეს, რომ რაღაცნაირად მგონია, რომ მაგის მოსმენა ჭირდებოდა იმ მომენტში და აი ახლაც რომ ვფიქრობ ამ წიგნს, იმიტომ გადავარჩენდი ჩემთვის, რომ ყოველთვის მახსოვდეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, რამდენი ცუდი რამეც არ უნდა იყოს ჩემს გარშემო, ყოველთვის იქნება ის ნათელი მხარე და ყოველთვის იქნებიან ის ადამიანები, ვინც მე მეყვარება და ვისთვისაც ღირს ბრძოლა. მე თუ ძალიან სენტიმენტები ჩავაქსოვე მე მგონი, მაგრამ გულწრფელად ეგრევ ვფიქრობ. სიმართლე რომ გითხრათ, არ ველოდი რომ აი ამ წიგნს ავარჩევდი, მაგრამ ხვდები რომ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია ეს წიგნი და ვფიქრობ სწორედ აი იმ ბოლო ნაწილით. მიყვარს. ესეც ასე ჩემო მეგობრებო. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თქვენ ამ ჩართულობისთვის და ამ ძალიან საინტერესო კითხვებისთვის. კიდევ უფრო კარგად დამაფიქრეთ ზოგადად რა მიყვარს წიგნებში და რაღაც გარკვეული დასკვნებიც გამოვიტანე ამ პასუხებიდან. ფაქტია რომ ფენტეზი ახდენს რაღაც საოცარ გავლენას ჩემზე. მიუხედავად იმისა რომ ეს ბოლო პერიოდი სხვა ჟანრებს ბევრად უფრო აქტიურად ვკითხულობ, ფაქტია რომ აი მართლა 7 და 8 წლის წინანდელი ფენტეზის წიგნები დღემდე არის ყველაზე შთამბეჭდავი ჩემთვის. და ცოტა დავფიქრდი, რატო გადავწიე უკან ეს ჩემი ფენტეზი, როცა ამდენად ძლიერ და კარგ გავლენას ახდენს ჩემზე. ასე რომ, თხოვნა მაქვს თქვენთან, რომ კომენტარებში დამიწეროთ თქვენი საყვარელი წიგნი ფენტეზის ჟანრში. ბრენდონ სანდერსონზე მეფიქრება ეს ბოლო პერიოდი, სამწუხაროდ არ ვიცნობ მის შემოქმედებას, მაგრამ ძალიან აქებენ ამ ავტორს, თან წიგნებს
საკმაოდ კარგი ტემპით წერს, სერიებს ასრულებს და ვფიქრობ, ხომ არ დავიწყო რომელიმე წიგნების სერია. თუ გაქვთ რაიმე წაკითხული, სიამოვნებით მივიღებ რეკომენდაციას. ამ ვიდეოში მართლა თავიდან ბოლომდე გულწრფელი ვიყავი თქვენთან და დიდი იმედი მაქვს, რომ მისაღები იყო თქვენთვის ეს პასუხები. აქვე რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩემი არხი. ასევე აუცილებლად დავამატეთ Instagram-ზეც, მინდა რომ უფრო აქტიური კომუნიკაცია დავიწყო თქვენთან და ხშირად მექნება ხოლმე რაღაც პატარ-პატარა გამოკითხვები. ძალიან დიდი მადლობა რომ უყურებთ ჩემს ვიდეოებს და ასეთი ჩართულები ხართ ჩემს არხზე. ახლა კი გემშვიდობებით და წარმატებულ კვირას გისურვებთ. დროებით.